Ladies and gentlemen, once again, good evening and welcome to Tbilisi Sports Palace Arena, where Integra Fighting Championship presents you the main card bouts. And the first of them, 3 rounds in featherweight division. And first, welcome to the rage from Moldova, Vasily Cesar. ერთი მოგება, ერთი მარცხი ამ მოლდოელ მებრძოლს და ნახოთ მოკლედ როგორ იჭხუბებს ვასილი ცეჩანი. ნარეკ ვარდანიანის წინააღმდეგ 13 ლეგიონის კიდევ ერთი მებრძოლი, რომელმაც წინა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. წინა ნარეკ ვარდანიანის ბრძოლა არის ნახეთ UFC-ის რინგზე, ნამდვილად სანახაობრივი იყო, მრავალმხრივი ბრძოლა იყო. და ნამდვილად ასე ვთქვათ სიმპათიები დაიმსახურა ამ მებრძოლმა შემოქმედებისგან. ეს კი ჩვენი მოლდოველი მებრძოლი ვასილი შეეცდება რომ დადებით ბალანსზე გაიყვანოს თავისი რეკორდი. ნახოთ, დაველოდოთ. ნარეკი საკმაოდ ფექებადი ადამიანია, ასე ვთქვათ, ხასიათით და ეს შეიძლება იყოს მისი ერთ-ერთი მინუსი რაღაც მომენტებში, თორემ ნარეკს ძალიან კარგად შეუძლია ბრძოლის წარმართვა და ჭკვიანობა. უბრალოდ არის ხოლმე მომენტები, როცა მართლა ძალიან უცხოდ აფეთქდება და ეს უკუნის And now welcome to the rage, his opponent from Georgia, Narek the Serious Vardanyan. მეგობრებო, ხედავთ აქ ზაზანოზაძე ძალიან გულშემატკივრობს ნარეკ ვარდანიანს, აი მივიდა კიდევაც რინგთან, ხელი ჩამოართვა, ძალიან მაგარი სანახავია ეს ყველაფერი, ძალიან მაგარი სანახავია, ძალიან ესე რომ ვთქვათ, ნარეკ ჩემი მეგობარია, ჩემი ძმაკაცია ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ცოტა სუბიექტური ვიყო ამ ბრძოლის მიმდინარეობისას, მაგრამ მეპატიება ალბათ მაპატიებს ჩვენ გულშემატკივრებს. ვინც არ გაპატიებს, შეგვიძლია ნარეკი მივიშოხოს და ნამდვილად პატივა და მოსკვის პრობლემას. ნარეკ ვარდანიანი მხოლოდ ესე რომ ვთქვათ ჩემპიონობისკენ მიიწევს, მისი მიზანია გახდეს ჩემპიონი IFC-ის ორგანიზაციაში, მასთან პირადი საუბრები როდესაც მქონია, მისი მიზანია გახდეს IFC-ის ჩემპიონი IFC-ის რინგზე და შემდეგ უკვე დიდი ორგანიზაციებს უმიზნებს, როგორც ყველა მებრძოლი, რომელსაც ამ სპორტში რაღაცის გაკეთება უნდა, ალბათ ყველას მიზანი UFC და PFL-ია ამ დროისთვის. ნარეკ ვარდანიანი კი ნამდვილად ამ დიდ ორგანიზაციებს უმიზნებს. აი როგორი ოვაციები Introducing to the first fighting out of the blue corner. He's 23 years old, standing 175 centimeters tall, weighing in at 66.3 kilograms. Professional record, 1 win with 1 loss. Ladies and gentlemen, representing Maximum Club from Moldova, Vasily Kufalda Cesar. And his opponent fighting out of the red corner. He's 24 years old. He stands 174 centimeters tall, weighing in at 66.2 kilograms. Professional record, 2 victories, only 1 defeat with 2 draws. Ladies and gentlemen, representing Mikhailmansky Club 13 Legion in Akal
Georgia, here is Dalek, the serious Vartanian. And your referee judge, Mikhail Fakhtar. Okay, gentlemen, you both know the rules. Integra, you cannot use your elbows, okay? Listen to my commands. Protect yourself at any time. When as I stop, you stop. Shake hand if you like. Go back to the corner. დაიწყება პირველი რაუნდი. ნახოთ როგორი ჩხუბი გამოვა. ნარეკ ვარდანიანი ვასილი ცეჩანის წინააღმდეგ. დაიწყო პირველი რაუნდი. ეგრევე პირველ ნომრად რა თქმა უნდა დადგა ნარეკ ვარდანიანი. აი, კარგად გადავიდა. ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ამ მოლდოველი სპორტსმენის წინააღმდეგ. აი, რა კარგი ლეკიკი იყო, ეხა იგრძნო ეს ნამდვილად მოლდოველმა სპორტსმენმა. კიდევ ერთი კარგი ლეკიკი. კარგი სტარტი აქვს ნარეკს. ასე, რა თქმა უნდა, ჭკვიანურად უნდა წაიყვანოს ორთაბრძოლვა ნარეკმა. ეხა ჰედკიკიც ადა მოლდოველმა სპორტსმენმა, მაგრამ არ გამოვიდა, დაბლოკა ეს ჰედკიკი და მარტივად დაინახა ნარეკმა. კარგად მიყვება, ეხა შეიძლება რომ გადაიყვანოს ტეიქდაუნზე, მაგრამ არა, ანდერჰუკი ჩადო ეხა ჩააცურა ანდერჰუკი ეხა მოლდოველმა სპორტსმენმა და პირიქით შემოატრიალა, კლინჩი გადავიდა ეხა ორთაბრძოლა. ნახოთ ეხლა რას შესთავაზებენ მებრძოლები ერთმანეთს. კარგად დგას ნარეკ ვარდანიანი, ეხა მუხლით ცდილობდა დარტყმის შესრულებას, კარგად დგას კარგად და ამ სიტუაციიდან გამოსვლას. არა, ეხა შეკრა ორივე ხელი შეკრა, მაგრამ არა. აი, რასაც ვუყავ ნარეკს კარგად აქვს ანდერჩადებული ხელში, რაც არ აძლევს ეხა მოლდოվել სპორტსმენს რომ ჩავიდეს ფეხში და ტეიქდაუნი გააკეთოს. უნდა მოატრიალოს ეხა ნარეკ ვარდანიანმა, რადგან მოლდოվել სპორტსმენს ეს აქტიურობაში ეთვლება, კლინჩ კონტროლში ეთვლება და ძალიან ცუდია ეს ნარეკისთვის. უნდა მოატრიალოს აუცილებლად სეტკისკენ პირიქით მოლდოველი უნდა იყოს. აბა ნახოთ გამოვიდა ამ სიტუაციიდან და აი არა გდებაზე მაინც, მაგრამ შეუძლია აქედან ჩვეულებრივად შეუძლია ეხა მახჩობელ აილეთის გაკეთება ნარეკ ვარდანიანს. ამ სიტუაციიდან თუ ამას მოახერხებს, შეიძლება მოახერხოს ძალიან დიდი. ეს ხელი დაარტყა. ვახტერი რას აკეთებს? დათაფა, მებრძოლმა დათაფა. ეს გოლა უკვე დამთავრებული უნდა იყოს. დაარტყა ხელი. დავინახე სამჯერ დაარტყა მოლდოველმა მებრძოლმა ხელი. აშკარად ვასილი ცეჩანმა დაარტყა ხელი ნარეკ ვარდანიანს. შეცდა აშკარად ეხლა რეფერი, მთავარი რეფერი, იმიტომ რომ აქამდე ბრძოლა უნდა გაჩერებულიყო. დათაფა ჩვეულებრივად მოლდოველმა სპორტსმენმა ეს ყველამ დავინახეთ. ეს უცნაურია, რაც მოხდა. გაითავისუფლა ეხლა სივრცეები მოლდოველმა სპორტსმენმა და კარგია ნარეკი და გადაატრიალა ისევ ნარეკ ვარდანიანმა. კისერი კისერია ეხლა ნარეკ ვარდანიანს აპირებდა რომ ზურგზე პირველ რაუნდში გამეორება იქნება და არა, ძალიან კარგი გდება შეასრულა ეხლა მოლდოველმა სპორტსმენმა დაბლა აღმოჩნდა ნარეკ ვარდანიანი, მაგრამ რა გააკეთა მთავარმა რეფერიმ ვერ მივხვდი. თითქმის თელმა დარბაზმა და ტელემაყურებლებმა დაინახეს, რომ მოლდოველმა მებრძოლმა დათაფა. ფაქტია, რომ სამჯერ დაარტყა ხელი და დანებდა. ეხლა ძალიან ცუდ პოზიციაშია ნარეკ ვარდანიანი. მოლდოველი სპორტსმენი მას full mount-ზე გადააჭდა და დარტყმების შესრულება დაიწყო, მაგრამ ნარეკიც დაბლიდა განსაკუთრებული შეიძლება ფეხში გადავიდა, ეხლა ტეიქდაუნის შესრულება შეეცდება აუცილებლად ნარეკი. აშკარად, ხელი მე ისე მომენტს ვუბრუნდა ხელი დაარტყა სამჯერ ვასილი ცეჩანმა და ეს ბრძოლა დამთავრებული უნდა იყოს ახლა, მაგრამ ნარეკ ვარდანიანს პირველივე რაუნდში ფინიში უნდა ქონოდა წესი დარიგი და წამოდგა ეხა, კარგია რომ წამოდგა, უბრალოდ თავი არ უნდა ჩატოვოს ეხა ნარეკმა ესე ან ბრმამუხლი ან თუნდაც შემდეგ კიმეულეცე ვარ გადავიდეს. არა, გაითავისუფლა თავი ნარეკმა ძალიან. ხელს კიდევს, აი აქაც აი რინგს იყენებს ფაქტია ვასილი ცეჩანი ახლა უნდა მოატრიალოს ნარეკმა, აუცილებლად უნდა მოატრიალოს ეხა კლინჩია.
ისევ კლინჩი მიმდინარეობს ახლა ორ დაბრძოლა, არაფერი არ იცვლება. პირველ ნომრად. აი, კარგი დარტყმების შესთავაზა, ახლა ნარეკ ვარდანიანმა ხელი გაინთავისუფლა და გაინთავისუფლა თუ არა და დარტყმების შესთავაზა, ეს უკვე მესამე დარტყმა იყო. ისე პირველ ნომრად მუშაობს ახლა კლინჩი მიყავს მოლდოველ მებრძოლს ეს ბრძოლა. უნდა აეგრე კარგია, კორგუში კარგად მუშაობს, კარგი. კორგუში კარგად მუშაობდა ბოლო მომენტში. გამეორება უნდა ნახოთ, იმედია იქნება ეს გამეორება და როცა აშკარად ჩანს იმ მომენტში რომ ვასილ სეჩანი არ ხამს ხელს აუცნობია ეს გადაწყვეტილება რომელიც ფაქტებმა ვერ დაინახა ფაქტია. კი, აქ რინგზე ყველაფერს მთავარი რეფერი იწვევს, ვინც რინგზეა და აშკარაა, რომ ეს ფაქტი მას გამოეპარა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბრძოლის ბეჭდს არ შედეგს იმედი არ იქონიებს გავლენას მართალია. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება როგორც ნარიკისთვის, ისე შემოქმედებისთვის. კი, მართალია ხა ეს მოლდოվել სპორტსმენისთვის წესფულზე წყალი და ასყამ ყველაფერმა. იმიტომ აშკარად დავინახე მე პირადად რომ მოლდოველმა სპორტსმენმა დაგება. შეიძლება ამეორებაზე ნახოთ და Round 2. იწყება მეორე რაუნდი. დაიწყო მეორე რაუნდი. ცეჩანი აქტიურად იქნევს უშტებს. ნარეკი კარგი იყო. კარგი ჭიდაობა ვნახეთ პირველი რაუნდი, ისეთ საინტერესო გამოვიდა. ძლიერია ვასილ ცეჩანიც, ფაქტია. ნახოთ, ეს უკვე საჭიროა, იმიტომ რომ პირველ რაუნდში შეიძლება მცირე უპირატესობა მაინც მიეცა. კი, აი ეხა გაისწორა ნარეკმა უბრალოდ ეს დარტყმა ეხა აცდა. მოლდოվել მებრძოლს. ნახოთ ცეჩანი, აი ფიზიკურ გამძლეობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ვფიქრობ, რომ კი, აი როგორც ვატყობ ეხა, სუნთქვა აჩქარებული აქვს ჩეჩანს. ლეკიკები გაუკეთა ეხა. აი როგორც გითხარი, უკვე შეეწყო მის დარტყმის ხარისხსაც კი აბსოლუტურად შორიდან და ნელა იქნევს დამძიმებულია ჩეჩანი რაც ნარეკ ვარდანიანის წყალზეა ეხა უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი ნარეკ ვარდანიანმა უნდა გამოიყენოს ეს ყველაფერი ასეთ მომენტში აი მერაბ მამფორიამას თითქოს ცოტა დააგვენა მე მაინც მოიგო მაგრამ აი როგორც კი მიიღებ შანსს ეს შანსი ბოლომდე უნდა გამოიყენო მიიყვანო ანუ არ უნდა გაუშვა იმ მომენტში ის შანსი ნოკდაუნში გადაყვანის შემდეგ მაგრამ აბა წავიდა ვარდანიანი ნუ ეხლა კი რაუნდი მიყავს პირველ ნომრად მუშაობს დარტყმებს ასრულებს ესეთი გულშემატკივრობა ჯერ მე არ მინახავს სხვა მებრძოლის მიმართ ჯერჯერობით ნამდვილად უჭერს მხარს მთელი დარბაზი ნარეკ ვარდანიანს ეხლა შეტევაზე უნდა გადავიდეს უნდა ეჭყუბოს ნარეკ ვარდანიანი დაყვება ჩეჩანს ჩეჩანი მეორე ნომრად მუშაობს და ძალიან გაუვის და ეს კარგი დარტყმა იყო უნდა გამოიყენოს აუცილებლად ეხლა მაგრამ იცი რა არის როგორც ჩანს მიშა მესხისგანაც მიღებული აქვს და ძალიან უნდა რომ არ არის საჭირო ნარეკ ვარდანიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა ფინიშით იქნება ეს ბრძოლა მოგებული თუ სხვა მეთოდით მისთვის ერთად კარგი დარტყმა იყო და კაპი გამოუვარდა მოლდოვის სპორტსმენს ძალიან კარგი დარტყმა იყო უნდა გაჩერდეს ბრძოლა ეს კაპი გამოუვარდა ესე არ შეიძლება მოლდოველი სპორტსმენების საქციელი ძალიან ესე ვთქვათ ძალიან ცუდი იყო და ცუდად გამოჩნდა ძალიან არაკორექტული იყო იმიტომ რომ საჯის ესე ვთქვათ საქმიანობაში ერევიან რინგზე ამოვიდნენ
ეს მათ დისციპლინას უსვამს სხვას არაფერს. ნარეკ ვარდანიანი არ უნდა ესე რომ ვთქვათ, არ უნდა გაიფანტოს ყურადღება, უნდა მიყვეს თვითონ უკეთეს ფიზიკურ მდგომარეობაშია, როგორც ეხლა გამოჩნდა, იმიტომ რომ ჩეჩანი უკვე ძალიან მძიმე სუნთქავს, ესე რომ ვთქვათ, პირიც დაიწყო ჩეჩანმა უკვე სუნთქვა, როგორც მე ვხედავ ხა ეკრანებიდან. აი ისევ პირველ ნომრად გადავიდა ნარეკ ვარდანიანი. აი, კარგი იყო, ძალიან კარგი ქროსი გაუტარა ეხა მუცელში. ისევ მიყვება, აი, კარგი ფრონტ კიკით. აი, როგორც გითხარი და როგორც ვაკო, უკვე დაღლა საგრძნობლად შეეთქი დარტყმის სისწრაფეც შეუნელდა და დარტყმის სიძლიერეც რა თქმა უნდა მოაკლდებოდა. რა კარგი ჰედკიკი ნარეკ ვარდანიანი შესრულებით. უნდა მიყვეს და გააგრძელოს ახლა რა თქმა უნდა. მაგრამ ყურადღება არ უნდა გაფანტოს პირველ რიგში. აი ეს კარგი იყო, ძალიან კარგი იყო. დროს უყურებს ეხლა ჩეჩანი. დროს უყურებს. უნდა გამოიყენოს ნარეკმა მაქსიმალურად. ძალიან დიდი უპირატესობა აქვს ეხლა ნარეკ ვარდანიანს აქვს ძალიან დიდი უპირატესობა. თლიანი რაუნდია აპრესინგებს, დაზდევს. უამრავი დარტყმა მიაყენა და ჩეჩანი პასუხობს საკმაოდ სუსტი დარტყმებით, აი ეს არის კიდევ თავარი. აი ხა იწვევდა ნარეკ ვარდანიანი, აი კარგია, მიყვება ნარეკ ვარდანიანი არ ჩერდება, მაგრამ არ უნდა გაერთოს თლიანად შეტევაში, რაღაც ბრმა დარტყმა რო არ გააუშვას, შემდეგ არ უნდა გაერთოს ძალიან შეტევაში. ყურადღებით უნდა მიყვეს. მისი თავარი მიზანი არის, რომ დღეს ხელი აუწიონ მას და გამარჯვებული იყოს დღეს ის. ცოტა დააყრა. ეს კარგია, ბრავო. შეიძლება სამე ფინიშიც იპოვოს მან. არა, ინჩ გადავიდა ისევ ბრძოლა. მუხლი კარგი იყო. ძალიან კარგი მუხლიც აი ეხლაც კარგი მუხლი იყო, ფეხში ამუშავებს. ეს თავშიცა და ატანა. არა, უნდა გადაიყვანოს მოლდოვებმა, ძალიან კარგი დებები ძალიან ძალიან მიხელების და დაიყავა აი ესეთი დებების გაკეთება შეუძლია, მაინც ჩეჩანს. პირველ რაუნდშიც ორი ძალიან კარგი დება გაუკეთა ნარეკ ვარდანიანს, მაგრამ ეს რაუნდი ცალ-ცალად ნარეკ ვარდანიანს მიყავს, მთელი რაუნდი დაძდევდა ჩეჩანს, აი ეხაც ძალიან კარგი დარტყმის უკეთებს. ბრავო ნარეკ ვარდანიანს, ბრავო. ეს რაუნდი აშკარად აპლოდისმენტები ეკუთვნის ვარდანიანს. ნამდვილად კამბექის პირია ეს. გარიგებებს მიიღებენ ორივე მებრძოლი კუთხეებიდან. რაღაც არის შესაძლოა მოლდოველი სპორტსმენის ტაქტიკაში. ნარეკ ვარდანიანის ტაქტიკას კი ვერ დავიწუნებთ. როგორც ხედავდით, მთელი მეორე რაუნდია დაძდევს მართლა ყველანაირი დარტყმა, რაც მოიფიქრა, შესთავაზა ნარეკმა ძალიან კომფორტულად გრძნობს რინგზე თავს. აი ეს სპინ კიკი ძალიან ამაზი იყო უბრალოდ 10 და მოლდოველი პლეიშოუს. ჩვენი ულამაზესი რინგ გოგონები, რომლებიც ალამაზებენ ჩვენს საღამოს. მესამე რაუნდის დასაწყისთან ძალიან ახლოს ვართ. აბუნებს თავის კუთხეებში მძოლებს რეფერი. და მესამე რაუნდის ისევ მინდა იმ პირველი რაუნდის იმ მომენტს დაუბრუნდე, სადაც აშკარად მოლდოველი მებრძოლი დანებდა ნარეკ ვარდანიანს. ნახოთ გიორგი, მესამე რაუნდი ნარეკ ვარდანიანმა გაათანა ბრალ. ისე ძალიან კარგი აიგერებით. აი ას შვენიერი. ცulis ნარეკ ვარდანიანი დარტყმის ხან ფეხით, ხან ხელით. ძალიან კომფორტულად გრძნობს ისეთ ამწუთას რინგზე თავს. დაყვება პირველ ნომრად მუშაობს სურგაუბის ჩეჩანი. შეუძლია ამ ბრძოლის მიყვანა გამარჯვებულნი ნარეკ ვარდანიანს. ჭიდაობისას ჩემი აზრით ჩეჩანი უფრო დაიღალა ვიდრე ნარეკ ვარდანიანი. ბატონო ნარეკმა თავდაცვა კარგად მოახერხა. მაიგერებით მიყვება, კორპუსში კარგად ამუშავებს ამ კიკებს. აი კარგი ლეკიკი იყო ესეც იგრძნო. აი ყველა დაიცვას თავი არა.
ვერ დაიცვა ნარეკვარდანიანმა ეხლა თავი გარდი შეკრა გარდშია ეხლა მაგრამ ამას გამოყენება უნდა გულისხმობთ იმას რომ ენერგია ნაკლები აქვს როგორც აღნიშნეთ სეჩანს და კი მაგრამ აი ეს ძალიან კარგია აი შეუძლია ეხლა თუ კარგად შეკრავს გარდს შეუძლია რომ ატკინოს ეხლა ნეკრები ან სუნთქვა მაინც ესე რომ თქვა გაუგშიროს უჭირს სუნთქვა ფაქტია ვასილი ცეჩანს კი ეს ესე რომ ძალიან ტკივნეული საბმიშენია ესე რომ თქვა ნეკრებს ძალიან გიციან საყენებს და ისეთ კაუნდა გამოიყენოს ეხლა ნარეკვარდანიანმა იმისთვის რომ ფეხი წამოდგეს ეხლა კარგად აგორივე ფეხი ჩაყრინ ნარეკს და თუ გადააგდებს ვერ აკეთებს სეჩანი ფაქტია ამ თავის უპირატესობის გამოყენებას და კი ნუ ეხლა ზევიდან კი არის და კონტროლში კი ყავს მაგრამ ნარეკი ქვევიდან დარტყმის ასრულებს რაც ეს უფრო ათანაბრებს ეხლა აი ტრიგონიძე უნდა სამასვას ფეხი სამკუთხედზე უნდა ეხლა ეს საკუთრებზე უნდა ხარ და ხელი თავი არ გამოვიდა ისე შანს აი დარტყმის ძალა აღარ აქვს აი ეს არის მის და ნარკი ქვემოდან რა მაგრად მუშაობს დარტყმის ზევიდან აი ერთი ორი დარტყმა შეასრულა ჩეჩონა და ისიც ძალიან ისე უფრო უცხოური დარტყმები უნდა წამოდგეს აუცილებლად უნდა წამოდგეს ნარეკვარდანიანი სეტა უნდა გამოიყენოს და აუცილებლად წამოდგეს ეხლა უნდა შემოუტრიალდეს აუცილებლად აი დარტყმს ასრულებს ნარეკვარდანიანი ხდება იგი ხდება და შემოვიდეს ნუ არაფერს არ აკეთებს ახლა კონტროლი აქვს ვასილი ცეჩანს ჯერჯერობით დრო კიდევ არის ორი წუთია დაჭერილი დარტყმები არის ფულების ხრივ აგროვებს ნარეკი და ეს ყველაფერს მართალი ახლა მოლდოველი სპორტსმენი კი კონტროლშია Don't grab the gloves ანუ ათანაბრებს ჩვენებია აი ხა უნდა შემოტრიალდეს შემოტრიალდა კიდევაც ძალიან კარგია ყველა უნდა იყოს ეხლა ნარეკვარდან აი ესე Watch the back of his head. დაკებისებია ძალიან კარგი Don't hit the back of his head. ჩამოაწევს თავი და ჩამოაწევს საუცილებლად ეხლა მოლდოველი მეტრონი ფინიშის სივრცეებს აუცილებლად Don't hit the back of his head. ეს უნდა გააგრძელოს ეხლა უნდა გააგრძელოს აუცილებლად ეს კონტროლი კარგია ეხლა ვარდანიანი ვეღარ უწევს შეკოს თავი მოლდოველი გუზანძე დაიშოს რამენაირად ნარეკვა უნდა გააგრძელოს ეხლა ეს კონტროლი არ უნდა დაკარგოს გერგია ფავარია ძოლის ბოლომდე უნდა იყოსო არა ძალიან დაღლია სუნთქვა უჭირს ნარეკვა უნდა დაისვენოს მე დაისვენოს დარტყმები გააგრძელოს ეს არის ახლა ფავარი აი გახსნა ეხლა ისე შეკრა ეხლა ხას ვერაფერს ვეღარ აკეთებს ჩეჩანი არა უშოს ეს კონტროლი არის საჭირო ახლა მოგებულია მშვიდად იმდენად დაიღალა პირველი რაუნდის შემდეგ რომ აი Don't hit the back of his head. Watch here. ოცნა გამოუგზავნა Okay? Stay clear. ალბათობით სრულ კონტროლს გრძნობს ეხლა ნარეკვარდანი No elbows. აქედან ვეღარ გაექცევა ჩეჩანი დარტყმის ასრულებს You need to get out there. Come on, do something. პიროვნულად იგებს ნუ ამ წუთას ეხლა რატომიც შენიშნა სადმა ვერ მივხვდი იმიტომ რომ მუშაობს ნამდვილად ნარეკვარდანი You need to work down there. აი თუნდაც ეხლა მუშაობს დარტყმს აკეთებს სხვა რა გაგაკეთებს როგორ გამოიაფუოს მე ამის აი აგზელებს ისე აგზელებს აბარა ძალიან კარგი ჰამები ახლოს არის ნარეკვარდანი აი ესე ნახეთ როგორ სისხლიანად ნაცვალი ბრავო ნარეკვარდანიანს კარიერაში მესამე გამარჯვება UFC-ში 2-0-ზე რეკორდი ჯერ გაველოდოთ ოფიციალურ გამოცხადებას არ ვიცი რა როგორ დაიწყო Musste Misha mal sagen. ალბათობა ის რომ ნარეკვარდანიანმა ნამდვილად გაიმარჯვა Misha muss bisschen. რაღაც ასწავლი უნდა იყოს რომ ასე არ Marco? შეუტანეს დროშები საქართველოს სომხეთის დროშა ორივე ხელზე აქვს ნარეკს აი თუ დაინახავთ
გამოსახული ორივე ქვეყნის დროშა. ორივე ქვეყნის წარმომადგენელია, როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის საკოლექციო. ზაზანოზაძე გულშემატკივრობს ნარეკ ვახტანგიანს. Fighters to the center. Ladies and gentlemen, after the end of action, your winner by unanimous decision, Narek Vardanyan, Georgia. მაგარი ჭკობილი იყო და მადლობა ვასილი ცეჩაძე. Narek Vardanyan. ისი პატარა გულშემატკივარი, ისი ძმა ასევე ეს არის მეცხრე ლეგიონი, ერთი დიდი ოჯახი. ნამდვილად, რომელიც დაუჯალე მაგარი ადამიანის ასე ვთქვათ, ალობით არის შექმნილი. Narek Vardanyan. ნახოთ ახლა რას გვეთქვის ნარეკ ვარდანიანი. მოგესალმებით ყველას. გამარჯობათ. პირველ რიგში პირველ რიგში მე ვფიქრობ ასე რომ ყველა ცხოვრებაში პირველ ადგილზე მერთია. ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში უფალს. ამ ყველაფრისთვის რაც მე მომცა. მადლობა უფალს. ამ ადამიანებისთვის. მიშა მესხი, სენსეი. გენაცვალე სენსეი. მერი ჩემი დახარ, ჩემი ძმა ხარ, ჩემი ყველაფერი ხარ თქვენ. მადლობა ღმერთს რომ თქვენ მყავხართ. ასევე მადლობა უნდა გადავიხადო გოჩას მოიანს, დავით ხახუთაშვილს და ჯონი საქს. მადლობა ყველას. ზაზა, მადლობა ძმა, მაგარი ხარ. ასევე მადლობა ჩემ მეგობრებს, ჩემს ბაკაცებს, ჩემს ოჯახს. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო. მადლობა. ასევე ხალხო, ერთი რაღაცა მინდა. ეხლა მე ვიტყვი და თქვენ გაიმეორეთ გულში. ის გაიმეორეთ და უნდა იგრძნოთ მაგის ძალა, მაგ სიტყვების ძალა რა. მე შემიძლია. მე მინდა და მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის, რომ მივაღწიო ჩემ ოცნებას. ჩემს ოცნებებს მივაღწიო და გავაკეთო ყველაფერი კარგი რა. მადლობა ყველას აქ მობრძანებისთვის. Narek, the serious Vardanyan. ემოციური გამოსვლა ქონა, ნამდვილად ემოციური სიტყვა.